მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მე და ჩემმა ძმაკაცმა გიომ გადავწყვიტეთ ვესტუმროთ ალგეთის წყალსაცავს. დღევანდელი დღის გეგმა იქნება კემპინგი, რა თქმა უნდა ტრადიციულად რაღაც გემრიელობების მომზადება და ახალი ნავის გადასვა. ძალამაზი გარემოა. მანქანის აბოქსინგი. რადი შენი პატრონი? Nothing there but more of the same. No, I never look back in my... შემდეგი ეტაპი გვაქვს. კარვის გაშლა, მოვაწყობ საბანაკეთს იუსტეს. იმას არ მიაქციოს ყურადღება. ბავშვობაში დაუვარდათ და Won't go back to where I've been before. Living hungry, broken, cold, but life's an open road. Gonna go out with my foot down on the floor. That's what. შემოგარენში ეში გადმოვინაცვლე ვეძებ ჩემი ბუშკრავ საწოლისთვის მატერიალს და დაახლოებით ესეთი მოტეხილი ხეები იქნება ყველაზე იდეალური ვარიანტი, ვინაიდან არ გვინდა რომ დავაზიანოთ ბუნება, ნედლი ხის მოჭრა სასტიკად არ შეიძლება და თქვენც მოგიწოდებთ რომ არ გააკეთოთ. აი კიდე მოვაგენი რაღაცა ადგილს, სადაც კიდე მოტეხილი ბევრი წვალების მერე რაღაც მონატეხი ტოტები და წაქცეული ხეები ვიპოვეთ, დავამუშავეთ, რომელსაც გამოვიყენებ ჩემი ბუშკრავ საწოლისთვის. ძალიან დიდი ეფორტი შედებას ვაპირებ, იმიტომ რომ თუ ეს არ გამომივიდა ისე როგორც მინდა, მაშინ მიწევს ძილს მიწაზე დაძინება, რაც ნამდვილად არ არის კარგი ვარიანტი, იმიტომ რომ ჩემს კარავს არ აქვს ძირი. საწოლისთვის ყველა საჭირო მასალა მივიტანეთ. ეხლა დაახლოებით ესე 2 საათი გვაქვს გზის ჩასვლამდე და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ მოვასწრებთ ნავის გაშლას, გატესლას და შესვლას. და შემდგომში ღამე დაგვაღამდეს არ არის პრობლემა, მაქვს რაღაც სანათები და იმის ფონზე მოვამზადებთ დანარჩენს გემრიელობებს და ჩვენს ძრავში თავიდან სანამ იქნება აპკატკაზე როგორც ესეთი ჭირდება 40 მილილიტრი შესარევი ზეთი 1 ლიტრზე. ეხლა ვაზავებ. A few moments later. 1 minute 37 seconds later. An eternity later. ეს არის დაცვა. ეხლა დავფამფოთ. ბენზინი გვაქვს და დაიქოქე ღმერთო! კატერის ტარება იცი? არა, ჯერ არა. კატეს კი არა, სამმალილოს ვატარებს. აი, ეს არის ზადი. კიდე ძალიან შერული მინდა შეჩემა ცხოვრებას. ეს გავასწოროთ. ნავი მუშაობს ჩვენი ვრად. პირველი გამოცდილებაა ჩვენი ნავიდან თევზაობის. ჯერჯერობით წარუმატებელია. ნახოთ. ეკოლოტი გჭირდება, მინდა გითხრათ. ჩარტმა იყო მარტო ერთი ჩარტმა ჰქონდა იქით. რაც შეეხება თევზაობას,
წარუმატებელია ჯერჯერობით, მაგრამ ეხა ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, სანამ დაბინძდება და ახლობით ესე 1 საათში უკვე წესი დაღამდება და მე მგონი ჯობია რომ წავიდეთ და ჩვენს shelters მივხედოთ რაღაცა პატარა ბუშკრაფტები გავუკეთოთ. ეს არის ჩემი ბანაკი. გავერთეთ საკმაოდ, ნავი გავტესტეთ, ძალიან დადებითი ემოციებით ვარ დამუხტული. მართალია ჯერ დაახლოებით 50-60% შემიძლია მხოლოდ ძრავის რესურსის გამოყენების, იმიტომ რომ აპკატკაზეა და დანარჩენი ვნახოთ. ნუ თევზაობას რაც შეეხება, დიდად რო გითხრათ, ანუ ერთი ჩარტვა მქონდა მარტო, მაგრამ ნუ თვითმიზანი არ ყოფილა ეხა თევზაობა, მარტო აი ნავის გატესტვა მინდა და ეხა იდეაში საჭმელიც გაკეთებული უნდა მქონდეს, საწოლი ყველაფერი, მაგრამ ანუ აი ეს ჯიგარი რო არ გამებერა პროსტა არ შეიძლებოდა. ჩემი ეხლანდელი მიზანი არის რა, უნდა ბუშკრაფტ ეხა კოცონის დანთებას და გემრიელობების კეთებას ვიწყებთ. ევანდო ვიდეოში ჩემთან ერთად არის ჩემი იმერელი ძმა. და რა უნდა გავაკეთოთ თუ არა ჭადი და იმერული ყველი. ჭადს ყოველთვის ვზილავ ნაბეღლავით ან ბორჯომით, იმიტომ რომ ნებად უფრო ფაფუკი გამოდის შეწვისას და უფრო გემრიელია. ჭადთან ერთად აგრეთვე გვექნება ოჯახური. პირველად არ ვიძახი იმას, რომ ნუანაგვიანია, იმიტომ რომ საკმაოდ სუფთად იყო აქაურობა, ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან აბსოლუტურად ყველა აქაურ ადგილობრივ ადამიანს დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი წვლილი აქვს. აგრეთვე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც არ ანაგვიანებს. ეს ნაგვის პარკი ჩემი ჩამოკიდული აქ კიდე რაღაცეები, რაღაცებს მეც ვყრი ხოლმე, მაგრამ თავისთავად წასვლამდე ყველა ვარიანტში ამას ვიღებ. მოგწოდებ თქვენს ამისკენ ყველას, იმიტომ რომ აუცილებელია მსგავსად მოქცევა. If. ჩვენი ოჯახურისთვის ჯერ ცოტას მოვბრაწავთ ხორცს, მერე დავამატებთ წყალს, რომ კარგად ჩარბილდეს, შევწავთ, მერე შევწავთ კარტოფილს და გადავუხავთ. სანამ ჩვენი ხორცეული მომზადდება, გავხალოთ კარტოფილი. გავაკეთოთ ქართული სალატი. ეგრეთ წოდებული გლეხურად შევურევთ ნიგოს. და გვაქვს კიდევ აი სხვა მწვანილები, რეჰანი, მწვანე ხაფი და ამ მწვანის არის რა მგონი ოქროხში. ვერ შემოღამას. ან კინზი იქნება? ო ამას ნოდო მიშლის, მაგრამ რავი დაგაგიყენებ. შეიძლება რაიმე იყოს ნებიელი ამ მწვანეთან ერთად. და ახური ზეთი მოკლედ, რომელიც ამაღებული გვაქვს ოჯახიდან და სვანური მარელი. ასევე ახლა ამაღებული და აი ეს ამასაც
როგორც იქნა, მოვრჩით საყვების მომზადებას ძალიან შეიმტრო. გუშინდელი 24-იანი მორიგე ვარ და საერთოდ არაფერი მიჭამია. გაჩვენებთ ახლა რაც მოვამზადეთ და მე ერთად დავაგემოვნოთ. ჩვენი დამწვარი მჭადი, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან გემრიელი იქნება. ოჯახური, გიოს მომზადებული ძალიან მაგარი სალათი. ეს არის ჩემი სახლის ყემალი. ცოტა იაგერი. ღმერთო ჩემო როგორ მშია. და აი დებილი ვარ. აი ესე ვიღებდი. ესე კი არა, ესე ვიღებდი. ისე მშია. ვიცადეთ. აჰა, მოდი. ახლა ბურგერია კიდე გასაკეთებელი. ბურგერია. ვაშ მე ვიფიქრე კონდიტიას დავიწყებ ძალიან ჩანსაღად ხო რა. ჩანსაღად არა იხვით ტოლმა. აკავრობას გაუმორჯოს. ამ ლამაზ მხარეს გაუმორჯოს. ლამაზ ბუნებას და მთლიანად ჩვენ საქართველოს გაუმორჯოს. გვენახოს ოდესღაც გამთლიანებული. რადგან ყველაზე რთული მომენტი ჭამის მერე რაღაცის გაკეთებას გულისხმობ და ეს რაღაც უნდა იყოს საწოლ. ამისგან აი ამ ხმორისგან უნდა გავაკეთოთ ფეხები საწოლის. ეს უნდა დაიდოს სიგრძეზე. სიგრძეზე დასადებები არის. ეხა ფეხები უნდა გავაკეთო. ყალიბად რო ავიღოთ დაახლოებით. აი ეს სიგრძე. დაახლოებით აქედან. აქ მომდე. ორი. ამით ვაპირებ რომ მომზადო ჩემი საწოლი. ეს იქნება ფეხები, პროცესში გაჩვენებთ ყველაფერს. იმედია გამომივა და მიწაზე ტოლო არ მომიწევს. განდაღლილი ვარ. აქ აუგერის ხელსაწყო. ну, რაღაც დონეზე მაინც მოვიდა. კი, გვეყოფა. ახლა უნდა გავხრიტოთ შუა. მოკლედ, ჩემი ბუშკრაფტ საწოლი. აუგერის ხელსაწყოთი. გავხრიტე ეს 4 ადგილას ფეხების ადგილას. თვითმიზანი არის რომ ეს ორი ცალი სიგრძივით დამემაგრებინა და შემდგომში უბრალოდ დამეწყო სხვადასხვა ესე ვთქვათ სიგანეზე. მაგრამ არის ღამის 2 საათი. დილით ვაპირებ 6 საათზე ადგომას და თევზაობას. აი, სულ არ მაინტერესებს ახლა შენი აუგერის კლუჩით გაკეთებული რაღაცები. დავე მე ძირს ვიძინებ, არ მაინტერესებს. როგორც იქნა დავეგდე. ძალიან დაღლილი ვარ. აბადილავდე. კაცენდადინა დილა. ექვსი მაგვიძარა მეყენა დილის 5 საათზე და რა 8 საათი ათლებს გამაგვიძა. იმას კიდე ძინავს.
ხადრო საბუზმა ყავა და წავიდეთ ებზაობა. რა თქმა უნდა, შონსტრიკლენდისკენ ვარ. ალბათ წააგებს, მაგრამ მაინც მე რა ვავდგებით და რამეს გავაკეთებთ. შონსტრიკლენდმა მოიგო. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. აუწყალი გააძრე. მეც ისე რომ დავჯექი რომ ეგრევე მე მობოლავს. შენი მანამდე იქით რო იბოლებოდი. მანამდე იქით მიდიოდა, დავჯექი თუ არა, აქ ეხარ იქით რომ გადავჯდე, ისევ იქით წამოვა. აგდევენ შეჭი. დაიცა თუ აკეთებ ყველა. ბავშვსაც დანით ვაკეთებ, ვარ გადავ. დანითო. აი ცოტა პენკაა, შენზე დაიდოვე. შეხარი ამიცი. ეს უკვე შენ თულ მიეცი. კარგი ხორცია ეყობა. სადაც გამოგზავნე მიანელიბია. ო, ზაზას გამოგზავნე. მაგითო მანდ ერთხი მიდა. ზაზა არის ჯორჯის მამა და ზაზა არის კაცი, რომელსაც სახლში 3 საყინული აქვს გავსებული ხორცით და ერთხელ მოკლედ ჩავედით რაჭიდან სტუმრად და ორი ნაბიჯის საყინულში ქონდა ხორცი შენახული და თავისი ყველა სავსე ქონდა. მინდაურია მოიტანე წადი მამა ორი ნაბიჯი. შაშკოლავი გინდა შენი. შაშაკოლა? ხორცი შევკვაზეთ ძალიან მარტივად. მარილი, პილპილი, დაფხვილი ნიარი და ცოტა უცხო სუნელი. გადაურიოთ. აუ არა, იმდენია რომ არ ეყოფა ეს აშკარად. ასე. Out. Вара магари бургерია ეს. შენ ის ტიპი გაიჩიჩე რა მშობელი ლო არის ხო? ხელი რა ბიზარეთო. ერეჟა გაიჩიჩე. Danke.
ეს ვიდეო ეძღვნება სანდროს. სანი. მოკითხვა. ჩვენი კემპინგი დასასრულს მიუახლოვდა. ნავის გატესტვა წარმატებული გამოდგა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრ კარგ აქტივობაში გამომადგება. ეხლა, რა თქმა უნდა, ყველაზე საშინელი პროცესი აი ეს. ამის ალაგება, დასუფთავება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დროებით, შევხვდებით შემდეგ სერიაში.